მთავარი იყო ტელეგრაფი. საკმაოდ გამოწვევებით სავსე გზა იყო. Very important to find the right balance between the past and the future. შევქმნით ისეთი ბიზნეს кейსი, რომელმაც დააინტერესა ჩვენი პარტნიორები. კიდე ახალ საფეხურზე ავიყვანეთ ამ პროექტით ვფიქრობ სტუმართ მასპინძლობის სექტორი ზოგადად ქვეყანაში და საქართველოში. საკმაოდ დიდი ხანია ჩვენი ჯგუფი ამ შენობას ფლობს. დიდი ხანი იყო ფიქრი იმაზე თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ შენობაში. შესაბამისად, აქციონერების ხედვა იყო, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და სტუმრებისთვის, ვინც ზოგადად ჩამოდიან და ესე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა მაღალი კლასის სასტუმრო. ჩვენ თავიდანვე მეც და ჩემი პარტნიორებიც ამას უყურებდით ამ პროექტს, ეს იყო რესპუბლიკის მოედნის განვითარება. მეთოდურად ამ ნაბიჯ ამის განვითარება ხდება. სამშნელოვანი იყო, რომ შექმნილიყო ერთგვარი ხალხისთვის შეკრების ადგილი. შესაბამისად, ჩვენი პროექტი გამოირჩევა მრავალი რესტორნით. თვითონ სასტუმროში არის 239 ოთახი, ეს ოთახები რა თქმა უნდა არის მაღალი კლასის. სასტუმრო შედის მაღალი ბრენდების კატეგორიაში, Leading Hotels of the World-ის ოჯახის წევრი გახდა პროექტი და ესეც ვფიქრობ, რომ ხაზგასაცმელია და ძალიან მნიშვნელოვანია და ამითიც ძალიან ამაყები ვართ. ჩვენი პირველი პროექტი იყო Redisoni, ყოფილი სასტუმრო იუერია და შესაბამისად ეს შენობაც ამ მთლიანი კონცეფციის ნაწილი არის და ეს არის შემდეგი ეტაპი, ანუ პირველი იყო იუერია, მერე იყო რესპუბლიკა, ეხა უკვე ტელეგრაფია და კიდევ გეგმები დიდი გვაქვს. ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ ესთეტიკური განწყობის, არამედ იმ ავთენტურობის შენარჩუნება, რომელიც ამ შენობას თითქმის უკვე ნახევარი საუკუნეა გამოარჩევს მისი მონუმენტურობით. არქიტექტურას თავად უნდა მოეყოლა შენობის ისტორია. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა პირვანდელი იერსახე. ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა არის ბოლნისის ტუფი, რომელიც სახასიათო ელემენტია თბილისის ლანდშაფტური გარემოსთვის. პროფესიონალები დაგვეთანხმებიან, რომ ძველი შენობის რეკონსტრუქცია არის დაკავშირებული დიდ გამოწვევასთან. ძალიან რთულია უკვე არსებულ შენობაში გამოძებნო ადგილი უახლესი ტექნოლოგიური საინჟინრო მოწყობილობებისთვის, საოპერაციო სივრცეებისთვის. ყველა ნაბიჯზე უნდა მიიღო გადაწყვეტილებები ხანდახან უშუალოდ ობიექტზე, რაც დაკავშირებულია ძალიან მჭიდრო კოორდინაციასთან ჯგუფებს შორის და მაღალ პროფესიონალიზმთან. და სწორედ აქედან გამომდინარე ავირჩიეთ არქიტექტურული კომპანია Neri & Hu, ვისაც დიდი გამოცდილება ჰქონდა ძველ შენობებთან მუშაობის მხრივ. შევჩერდით თანამედროვე კლასიკის დიზაინზე, არავყევით დღევანდელ ტრენდებს და ტენდენციებს, გადავწყვიტეთ, რომ ამ შენობა უნდა გაუძლოს დროს. პირველივე დღიდან ჩვენი უცხოელი არქიტექტორები ძალიან პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროექტს და გულით მიუდგნენ ყველა დეტალს. მათ უზარმაზარი კვლევა ჩაატარეს ქვეყანაზე, ქალაქზე, არქიტექტორებზე, რომლებიც თავდაპირველად ამ შენობის ავტორები იყვნენ. But this architecture is also charged with a very strong meaning. And what actually our ultimate goal for this particular project was to create a new public space within the city. So on top of it, the team, Silk Road team, was really amazing during the process. They were very supportive, very helpful. When your agenda and the client's agenda aligns, the project will be successful for sure. ზოგადად Silk Road-ში ჩვენ ესე ვმუშაობთ უკვე მრავალი წელია და ეს ძალიან კაი ფორმულაა, რომ Silk Development-ი ანვითარებს სტუმართ მასპინძლობის და არა მარტო, მაგრამ ძირითადად სტუმართ მასპინძლობის აქტივებს, ბიზნესებს და შემდეგ საოპერაციოდ უკვე გადასცემს Silk Hospitality-ს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს ჯგუფთან ერთად და მრავალი სასტუმრო ძალიან წარმატებით მართა და დარწმუნებული ვარ, რომ ტელეგრაფთან ერთად კიდე ახალ სიმაღლეებს მიაღწევს Silk Hospitality-ს. ტელეგრაფის პროექტი Silk Development-მა განახორციელა მისი სტრატეგიული პარტნიორების TBC ბანკის და საქართველოს ბანკის დახმარებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით ჩვენი დიდხნიანი პარტნიორების დაინტერესება და ისეთი ბიზნეს кейსის წარმოდგენა, რომელიც მათ ნდობას მოიპოვებდა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ვფიქრობთ, რომ იგივე წარმატებით შევძლებთ ამ პროექტის ოპერირებას, როგორც ის ავაშენეთ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ჩვენ ინვესტორებთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროექტები, რომლებიც საქართველოს
ეკონომიკას წინ წაწევს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ ვართ ამაყი იმითი, რომ დღეს შეგვიძლია გიმასპინძლოთ ტელეგრაფის სასტუმროში. Silk Development-ის გუნდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის გაკეთება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ ჩვენს გუნდს, რომელიც ესეთ არაჩვეულებრივ პროექტებს აკეთებს. არსებული ინტერიერ კონცეფციით ჩვენ შევინარჩუნეთ შენობის წარსული ხმა, ტელეგრაფის უნიკალური არქიტექტურა, ინტერიერი, ისტორიული მემკვიდრეობა და უმაღლესი დონის მომსახურების სტანდარტები მას არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ აქცევს.